267 საკანში კანალიზაციის საშინელი სუნი იდგა. ერთხელ პლასმასის ჭიქისგან საცობი გავაკეთეთ. ფაფით შევავსეთ და ამით ტუალეტის ხვრელი ჩავტომბეთ. მეორე დილით აღმოჩნდა, რომ ჭიქაში საშუალო ზომის ნახვრედი იყო გაკეთებული. ფაფა ვირთხებმა შეჭამეს, რომლებიც როგორც ჩანს თავისუფლად გადაადგილდებოდნენ კანალიზაციაში. საკანში არ გამოჩენილან, მაგრამ ციხის დერეფანში სუდარბოდნენ. 35 საკანში კანალიზაციის წყალი ამოვიდა. რამდენიმე საათში საკნის მთელი იატაკი საკანალიზაციო წყლით იყო დატბორილი. იატაკზე სიარული შეუძლებელი გახდა. ამიტომ საკანში საწოლიდან საწოლზე გადახტომით გადავადგილდებოდით. ტკივილი იყო აუტანელი. ისეთი, რომ დაწოლაც კი არ შემეძლო. ვითხოვდი ექიმის დახმარებას, მაგრამ ექიმის კაბინეტში მხოლოდ 5 საათში მიმიყვანეს. მან რაღაცა წამალი მომცა, ერთი აბი, ამის შემდეგ საკანში დამაბრუნეს. მივიღე აბი, რომელიც ექიმმა მომცა, ტკივილმა არათუ არ გამიარა, არამედ იმატა კიდეც. ალბათ იმიტომ, რომ მომიწია წინ და უკან სიარული და ექიმის კაბინეტში ფეხზე დგომაც კი. ნახევარ საათში დღებინება მქონდა. გარდა ამისა, ტკივილი გუმკერდისა და ზურგის არეში გაუსაძლისი გახდა. ეს არის ამონარიდი რუსი იურისტის სერგეი მაგნიცკის დღიურებიდან. მაგნიცკიმ გამოავლინა უშიშროების ძალების მიერ რუსეთის ბიუჯეტიდან მილიარდობით რუბლის მიტაცების სქემას. ამის გამო მაგნიცკი დააპატიმრეს. ერთ წელიწადში მაგნიცკი ციხეში გარდაიცვალა. იგი სულ რაღაც 37 წლის იყო. მოგვიანებით მისი სახელი მიენიჭა ამერიკაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში მიღებულ ჯერ აქტს და მერე კანონს, რომელიც ითვალისწინებს პერსონალურ სანქციებს ადამიანის უფლებებისა, კორუფციისა და კანონის უზენაესობის დარღვევის პასუხისმგებელი პირების მიმართ. მას ასე დღეს ვისაუბრებთ სერგეი მაგნიცკიზე და კანონზე, რომელიც მის სახელს ატარებს.